მოგესალმებით, წარმოგიდგენთ შემდეგ ლექციას, მეოთხე ლექციას თემებზე საერთაშორისო სავალუტო სისტემა და საგადამხდელო ბალანსი, ასევე საერთაშორისო სავალუტო და საფინანსო ბაზრები. დავიწყოთ საერთაშორისო სავალუტო სისტემით, ეს არის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სავალუტო ოპერაციებს, ყველა ქვეყანა, რომელიც დაკავშირებულია ერთმანეთთან საერთაშორისო ვაჭრობით, ამ ქვეყნის კომპანიებს ბუნებრივია ამ ვაჭრობის პროცესში ჭირდებათ ვალუტებთან ურთიერთობა და ხდება გაცვლითი ოპერაციების წარმოება, რადგან ერთი ქვეყნის ვალუტით შეძენილი იქნას მეორე ქვეყნის პროდუქცია და პირიქით. ამიტომ მთლიანობაში ეს გადარიცხვების სისტემა, რომელსაც ვალუტის გადარიცხვებს უწოდებენ და ასევე თვითონ კონვერტაციების სისტემა, რომელიც გულისხმობს ერთი ვალუტის გაცვლას მეორე ვალუტაში, უზრუნველყოფს საერთაშორისო სავალუტო სისტემა და ის არის საკმაოდ მრავალმხრივი და მრავალფეროვანი, რადგანაც მსოფლიოში არსებობს 200-ზე მეტი ქვეყანა და უმრავლესობა მათგანს გააჩნია საკუთარი ვალუტა. ამიტომ ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების წარმოება სწორედ ამ საერთაშორისო სავალუტო სისტემების მეშვეობით წარმოებს. მსოფლიოში არის რამდენიმე დომინანტი ვალუტა, პირველ რიგში ეს არის ამერიკული დოლარი, რომელზეც მოდის დაახლოებით მსოფლიოს სავალუტო ოპერაციების 60%-ზე მეტი და გარდა ამისა ის წარმოადგენს ძალიან ბევრი ქვეყნისთვის სარეზერვო ვალუტას და ესეც ზრდის მოთხოვნას ამ ამერიკულ დოლარზე და ერთგვარად მას ეკონომისტები მსოფლიო ფულის ფუნქციასაც კი ანიჭებენ. დაახლოებით 20-25% მოდის ევროთი წარმოებულ ოპერაციებზე მთელ მსოფლიოში, დანარჩენი ნაწილდება მსოფლიოს სხვადასხვა ვალუტებზე. აქ არის ბრიტანული ფუნტი, იაპონური იენი, ჩინური იუანი და ასე შემდეგ. ბოლო პერიოდში ევროს პოზიციები საკმაოდ შესუსტებულია ევროპაში მიმდინარე კრიზისების გამო. დოლარმა გადალახა კრიზისული პერიოდი, რომელიც 2011-2010 წლებში ამერიკაში არსებულ არასტაბილურ ეკონომიკურ მდგომარეობით იყო გამოწვეული. რაც შეეხება ჩინურ იუანს, მისი პოზიციები ერთგვარად იზრდება მსოფლიოს სავალუტო სისტემაში. თვითონ ჩვენ რო დავიწყოთ ისტორიით, თუ როგორ დაიწყო საერთაშორისო სავალუტო სისტემის ისტორიული გზა, როგორი იყო, ამისათვის რამდენიმე ეტაპი არსებობდა. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ოქროს სტანდარტი. ოქროს სტანდარტი ეს იყო სისტემა, რომელიც დაფუძნებული იყო ვალუტების გაცვლის პროცესში ოქროთი უზრუნველყოფაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას რა რეზერვი გააჩნდა ოქროს სახით მხოლოდ იმოცულობის სავალუტო ოპერაციების წარმოება იყო შესაძლებელი. ოქროს სტანდარტი როგორც ასეთი ისტორიულად არსებობდა შუა საუკუნეებში. კერძოდ აქ იგულისხმება ის, რომ ნებისმიერ ქვეყანა საკუთარ რეზერვებს ოქროში და ვერცხლში აგროვებდა და როცა საჭირო იყო შესყიდვა სხვა ქვეყნისგან გარკვეული პროდუქციის სწორედ ამ რეზერვის საშუალებით ახორციელებდა. პირველად ეს სარეზერვო სისტემა და ოქროს სტანდარტი როგორც ასეთი ჩამოყალიბდა 1821 წელს და ბრიტანეთი იყო ის ქვეყანა, ვინც საკუთარ ვალუტას ბრიტანულ გვირგვანქას საფუძვლად დაუდო ოქროს რეზერვები. ამის შემდეგ ეს აქტიურად განვითარდა მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში. ოქროს სტანდარტში მთავარი როლი ენიჭებოდა ფიქსირებულ სავალუტო კურსს, ანუ კონკრეტულად პირობითად ბრიტანულ ფუნტში დაფიქსირებული იყო ოქროს მიმართ ოქროს ფასი, მაგალითად 20 პირობითად 20 ფუნტი 1 უნცია ოქრო და ამ სტანდარტით ხდებოდა სავალუტო ოპერაციების წარმოება. ოქროს სტანდარტი როგორც ასეთი დაახლოებით მე-19 საუკუნის 20-იან წლებამდე იყო აქტუალური. შემდეგ პირველი მსოფლიო ომის დროს შეწყდა ამ სტანდარტის არსებობა, შემდეგ ქვეყნების გარკვეული ნაწილი დაუბრუნდა ისევ ოქროს სტანდარტს, თუმცა ამერიკის
კრიზისმა 1933 წელს პრაქტიკულად გამოიწვია ოქროს სტანდარტის კრახი, რადგანაც მიუხედავად იმისა, რომ ის იცავდა სხვადასხვა ქვეყნებს პრაქტიკულად ინფლაციური პროცესებისგან, ოქროს სტანდარტით არსებობა მაინც ხდებოდა სხვადასხვა ქვეყნებს შორის ეკონომიკებს შორის საკმაოდ დიდი განსხვავებები და ერთ ქვეყანაში დაფიქსირებული კრიზისი იწვევდა ოქროს გადინებას ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში და შესაბამისად ეს ძალიან ბევრს უქმნიდა პრობლემას. აქედან გამომდინარე, როდესაც დადგა დიდი დეპრესია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს იყო 29-33-იანი წლები, მაშინ პრაქტიკულად მოხსნილი იქნა ჩვენში დადგა ოქროს სტანდარტის არსებობა, რადგანაც დაზღვეული ყოფილიყო ქვეყანა ოქროს მარაგების შემცირებისგან. საბოლოო ჯამში იგივე ამერიკის ეკონომიკის არასტაბილურობასთან ერთად არასტაბილურობები დაფიქსირდა ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში, იგივე ბალტიისპირეთში, იგივე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ამის შედეგად 1933 წელს და ასე იყო მეორე მსოფლიო ომამდე პერიოდი, პრაქტიკულად ოქროს სტანდარტი შეწყვიტა არსებობა, იქედან გამომდინარე, რომ ქვეყნებმა უარი თქვეს ოქროთი დარეზერვებაზე. დღეს სხვათა შორის, როდესაც მსოფლიო კრიზისები, იგივე ამერიკაში არსებული გლობალური კრიზისი, შემდეგ ევროპაში არსებული კრიზისები, დღესაც არის საუბრები, რომ ოქროს სტანდარტი ბევრ ქვეყანაში დაბრუნდეს, რადგანაც ის სარეზერვო ვალუტები, როგორიცაა ევრო, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატების დოლარი, გარკვეული რყევებით ხასიათდებოდნენ, განსაკუთრებით 2009-დან 2011 წლის პერიოდში და ქვეყნებმა რომ თავიდან აიცილონ დაუშვათ დანაკარგები, რადგანაც რეზერვები გააჩნიათ ამ ვალუტაში, ისინი გადასულიყვნენ ოქროს სტანდარტზე და ბოლო პერიოდში ოქროს ფასის ზრდა სწორედ განაპირობა იმან, განსაკუთრებით 2011 წელს ოქროს ფასი იყო პიკზე და შეადგენდა 1.900 ამერიკულ დოლარს, სწორედ იმან, რომ აი იგივე განვითარებადმა ქვეყნებმა, სწრაფად განვითარებადმა ქვეყნებმა, როგორიც არის ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ინდოეთი და სხვა აზიური ქვეყნები დაიწყეს ოქროს შესყიდვები და ჩანაცვლება ევროსი და ამერიკული დოლარის ოქროს რეზერვებით. გარდა ამისა, საუბარი იყო რამდენიმე აზიურ ქვეყანაზე, რომელმაც ასევე ჩინურ იუანებშიც კი გამოთქვა სურვილი შეენახა რეზერვები, თუმცა ჯერჯერობით მაინც ძირითად მსოფლიო ვალუტად რჩება ამერიკის შეერთებული შტატების დოლარი. რაც შეეხება შემდეგ საკითხს ისტორიულად შემდეგ ეტაპს საერთაშორისო სავალუტო სისტემაში, ეს არის ბრეტონ ვუდსის სისტემა, რომელიც შეიქმნა 1944 წელს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პრაქტიკულად, როდესაც შეიკრიბნენ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები და მათ დაიწყეს მსჯელობა ერთიანი საერთაშორისო სისტემის არსებობაზე, რომელსაც უნდა უზრუნველყო პრაქტიკულად მსოფლიოში სტაბილურობა საერთაშორისო სავალუტო სისტემის და გარკვეული თამაშის წესების. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა მსოფლიო ბანკი, ამ პერიოდში შეიქმნა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომლებიც არიან რომელთა წესებს, რომელთა თამაშის წესებსაც ეფუძნება პრაქტიკულად, რომელიც იყო შედეგი და რეზულტატი პრაქტიკულად ბრეტონ ვუდსის შეხვედრის და მაშინ დადგინდა გარკვეული თამაშის წესები, რომლის მიხედვითაც იმისათვის, რომ თავიდან აცილებული ყოფილიყო რყევები საერთაშორისო სავალუტო სისტემაში, ამისათვის მსოფლიო ბანკს ექნებოდა გარკვეული ბიუჯეტი, იგივე საერთაშორისო სავალუტო ფონდს და ესენი შეძლებდნენ არასტაბილური კერების, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არასტაბილური კერების პრევენციას. პირობითად დღესდღეობით 185 წევრია, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის გაერთიანებაში, ასევე მსოფლიო ბანკის გაერთიანებაში. მსოფლიო ბანკის ძირითადი ფუნქცია როგორც კერძო ასევე სახელმწიფო პროექტების დაფინანსება, მაკროეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, რადგანაც თავიდან იქნა საცილებული სიღარიბე და რყევები გარკვეულ ქვეყნებში, რაც შეეხება საერთაშორისო სავალუტო ფონდს, აქ ძირითადად ის ეხმარება კონსულტაციებს უწევს სხვადასხვა ქვეყნებს, რომლებსაც გააჩნიათ პრობლემები მაკროეკონომიკური პრობლემების წარმართვისას და თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ხვდება, რომ რომელიმე ქვეყანაში არის კრიზისის წინაპირობა, ის უკვე მოითხოვს ცალკეული ქვეყნებისგან
რეფორმების გატარებას და ამ რეფორმების დაფინანსებას სხვადასხვა ტრანშებით ახორციელებს. თვითონ დამფუძნებელი ქვეყნები ვინც არიან ამ ორ საერთაშორისო ორგანიზაციაში, ისინი მათ აქვთ გარკვეული კვოტები ამ ორგანიზაციებში, მაგალითად ყველაზე სოლიდური ხმებით წარმოდგენილი არის და სოლიდური მოცილი არის ამერიკის შეერთებული შტატები, ორივე შემთხვევაში, ასევე იაპონია, გერმანია, ბრიტანეთი, საფრანგეთი, საუდის არაბეთი და რუსეთი, რომელსაც კონკრეტული წილები გააჩნიათ და გადამწყვეტ სიტყვას ამბობენ ამ საერთაშორისო ორგანიზაციების ოპერირებაში და პრაქტიკულად ისინი ადგენენ თამაშის წესებს ამ ორი ორგანიზაციის შემთხვევაში. თვითონ მსოფლიო ბანკი იყოფა რამდენიმე მიმართულებად, იქ არის დაახლოებით 5 ძირითადი ორგანიზაცია, რომელსაც სხვადასხვა ფუნქციური დატვირთვა აქვს, გამომდინარე იქიდან, თუ რომელ სექტორში ახდენს ის ფინანსირებას. რაც შეეხება საერთაშორისო სავალუტო ფონდს, როგორც ზემოთ აღნიშნეთ, ის ძირითადად ქვეყნების კონსულტირებით და საერთაშორისო რეფორმების დაფინანსებით არის დაკავებული. არსებობს ასევე რეგიონალური ბანკები, რომელიც კავშირშია მსგავსი ტიპის ფუნქციონალურ მოქმედებასთან, იგივე მაგალითად აზიის განვითარების ბანკი, აფრიკის განვითარების ბანკი, ევროპის განვითარების ბანკი, რომლებიც რეგიონალურ დონეზე ახორციელებენ ინვესტიციებს, რეგიონალურ დონეზე უწყობენ ხელს ეკონომიკურ რეფორმებს და ეკონომიკურ განვითარებას, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორში. რაც შეეხება ჩვენ რომ დაუბრუნდეთ ბრეტონ ვუდსის სისტემას, იქნა გარკვეული თამაშის წესები შემოღებული, რომელიც გულისხმობდა თითეული ქვეყნების ფარგლებში უნდა ყოფილიყო შედარებით მცურავი კურსი. მცურავი კურსი გულისხმობს მოთხოვნა მიწოდების საფუძველზე კურსების ჩამოყალიბებას, ან გარკვეულწილად შერბილებული იქნა ფიქსირებული კურსების სისტემა, თუმცა არსებობდნენ ქვეყნები, რომლებაც ფიქსირებული კურსისზე უარი არ უთქვამთ და ეს კურსების მერყეობა დადგინდა გარკვეული ზღვრები, იგივე +-1% ფარგლებში. აი ამ ფარგლებში შესაძლებელი იყო კურსის მერყეობა, ამის შემდეგ უნდა განხორციელებულიყო ადგილობრივი კონკრეტული ქვეყნის მიერ გარკვეული ინტერვენციები, იგივე ეროვნული ბანკის მიერ საკუთარი რეზერვებით, რომელიც დააბრუნებდა ამ ჩარჩოში საერთაშორისო ვალუტების მერყეობას. ეს პირველ რიგში გამოწვეული იყო მსოფლიო ეკონომიკის სტაბილურობის უზრუნველყოფით, რადგანაც კომპანიები, რომლებიც ჩართულები არიან საერთაშორისო ვაჭრობაში, კურსთა შორის სხვაობები, განსაკუთრებით მილიონიანი ოპერაციების წარმოებისას, იძლევა საკმაოდ დიდ სხვაობას და ბუნებრივია ეს არის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი, რომელიც კომპანიებს ხელს უშლის საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულობისკენ. თუმცა კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავუსვათ ხაზი, რომ სხვადასხვა ქვეყნები გამოირჩევიან დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკით, დამოუკიდებელი ფისკალური პოლიტიკით და ბუნებრივია +-1%-ში ყევების შემცირება იყო საკმაოდ რთული, რადგანაც იგივე სხვადასხვა პერიოდში დაფიქსირებულმა კრიზისებმა, მაგალითად იგივე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიაში, იგივე 70-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიწვია ამ ქვეყნების ვალუტების დევალვაცია, ხარჯების ზრდა, ამიტომ კიდევ ერთხელ იქნა გადახედილი ბრეტონ ვუდსის სისტემა, თავიდან შერბილებული იქნა +-2.5%-მდე კურსების მერყეობის რეგულაცია, რაც გულისხმობდა, რომ ეს დიაპაზონი გაიზარდა სავალუტო რეგულაციის, თუმცა ესეც არ იყო გამოსავალი, რადგანაც ძალიან ბევრი ქვეყანა სწორედ იგივე 70-იან წლებში არასტაბილური ეკონომიკური გარემის გამო ბევრად გაცდა ამ ზღვრებს და ისინი იძულებული იყვნენ გაეკეთებინათ საკუთარი ვალუტების დევალვაცია. ამიტომ ბრეტონ ვუდსის სისტემამაც პრაქტიკულად ამოწურა საკუთარი თავი და ქვეყნები, რომლებიც თავიდან შემოიღეს ეს ბრეტონ ვუდსის სისტემა 1976 წლის შეთანხმებით, რომელიც იამაიკის შეთანხმებით არის ცნობილი, პრაქტიკულად მისცეს თავისუფლება სავალუტო კურსების რეგულაციას და დღეს მსოფლიოში არსებობს 3 მიდგომა სავალუტო კურსების რეგულირების. პირველი ეს არის მთლიანად თავისუფალი კურსი, ანუ ის ქვეყნები, რომლებიც მიყვებიან ამ კურსს, პრაქტიკულად ისინი არ არეგულირებენ და არ არევიან და ინტერვენციებს არ ახორციელებენ სავალუტო ოპერაციების წარმოებაში და ეს მოთხოვნა მიწოდების საფუძველზე ყალიბდება ეს კურსი, იგივე ძალიან ბევრი აზიური ამერიკული ქვეყნები სწორედ ამ გზას მიყვებიან
იხსენებიან, არსებობს მცურავი სავალუტო კურსი, ეს სწორედ გულისხმობს ბრეტონ ვუდსის პრინციპზე აწყობილ ფუნდამენტურ მიდგომას, რომელიც გარკვეულ ზღვარს ადგენს, რა ზღვარში შეიძლება მერყეობა განიცადოს სავალუტო კურსმა, თუ იმ ზღვარის ქვემოთ ან უფრო მეტად დევალვაცია, ან უფრო მეტად გაუფასურება ხდება ვალუტის, უკვე გამოდის ასპარეზზე ეროვნული ბანკი, რომელიც საკუთარი რეზერვებით ახდენს კურსის სტაბილიზაციას და ფიქსირებული კურსის სისტემა, რომელიც თითქმის ძალიან იშვიათია დღეს ქვეყანა, სადაც მსგავსი ტიპის სისტემა მოქმედებდეს, რომელიც ადგენს მყარ კურსს ნებისმიერ ვალუტებთან მიმართებაში და ნებისმიერი გადახრა ფინანსდება ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენციებით და ის უბრუნდება თავის საწყის ფიქსირებულ კურსს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორც პრაქტიკა მაჩვენა, ფიქსირებული კურსის პოლიტიკა, რომელიც სხვათა შორის შვედეთს ჰქონდა დაახლოებით 2000 წლამდე, უკავშირდება საკმაოდ დიდ დანაკარგებს და თუ ხდება მერყეობა განსაკუთრებით მეზობელ ქვეყნებში სხვადასხვა ეკონომიკური პროცესების, კრიზისების თუ დევალვაციის თუ გაიაფების ამ ქვეყნის ვალუტების ადგილი აქვს რეზერვების გადინებას, რაც არანაირად სასურველი არც ერთი ქვეყნისთვის არ არის.